საგამოძიებო სამსახურმა ყალბიფულის გასაღების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა და შემდგომში გაასაღა 10.400 ყალბი თურქული ლირა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას გაყალბებული კუპიურების გარდა საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212, 260 და 262 მუხლით.